ეთბათ და ასე შემდეგ და სხვა და აღარ დავასახელებ კიდე სხვადასხვა რაღაცები, ყველამ თავის გულში ჩავიხედოთ და ისე მივმართავ, რომ ისე ვიცხოვრო, თუმცა მე არაფერი იმედი არ მაქვს, რომ მათ შეუძლიათ საკუთარ გულში და საკუთარი სინდისის დანახვა. რამე თუ მათ არ გააჩნიათ ის არც სინდისი და არც ის ძარღვიც გაწყვეტილი აქვს შუბლზე და ერთადერთი რაღაცად მინდა განუგეშო თქვენს და ვინუგეშო საკუთარი თავიც ბატონო ჯამბულ, რომ საქართველოში ისე არ გათენდება, რომ სამართალმა პური არ შეჭამოს რა. რა გითხრას ის განუგეშო, მაგრამ იმას დაუდგას წინ, რომ ესაც ყველას ორწელს აძლევენ. იმისთვის პროტესტი გამოხატო. მისთვის მოკლეს აგენოზებით. არაფერისთვის. იმიტომ რომ კარგი ბიჭი იყო. იმიტომ რომ კაცის თვალები ქონდა. და იმან ვერ აიტანა, რომ დაინახა ჩემი შვილის თვალები. და შიშა და კუდრება ესწორა. ეგეთი შიშა რა, ანუ მენამიშვილი. და იმიტომ მეუნება, ბიჭო თუ რამე მოხდეს, ესწორეთ, მოკალით. ეგეთი ბიჭები უნდა განადგურდნენ. კუდრები ვერ იგულავენ. ვერა. მამაკიებს ეგეთის მაგრამ კუდრები ვერ იგულავენ თბილისში. მანდაბაშენ. ძალიან დიდი მადლობა. მალე გამოსულიყავ. აუცილებლად. ეგრე მალე იქნება. აი დედა, აი ეს იყო გიორგი გამცემლიძის მამა, რომელიც აი ესეთი ყველამ ჩააყენეთ ამ ადამიანის თავში თქვენი თავი. პატივცემულო საზოგადოება და პატივცემულო აი ამ საზოგადოებას მივმართო კიდე აი აქ ვინც არის და ჩააყენეთ ერთი აი ამ ადამიანის თავში თქვენი თავი. ადგილას და მე აკეთეთ ხოლმე ის განცხადებები, რასაც აკეთებთ ძალიან გთხოვთ რა. სპეკულირებენ დაღუპულების თემით. ნუ რასაკვირველია, ამას მე ისე ვიძახი, ამას თქვენ არ აგაქვთ ელემენტარულად არც ამის ნიჭი, რომ ეს გააკეთოთ და არც ამის შესაძლებლობა, იმიტომ რომ ამას სიყვარულის ნიჭი ჭირდება და სიყვარულის ნიჭი კიდე ღვთისგან უნდა იყოს ნაბოძები. ასე რომ თქვენ არ გაგაჩნიათ ეს არც ერთი და არც მეორე. თქვენ დაგიბრუნდებით კიდე. შენ ახარ ის ადამიანი, ვინც ახარ სულის ჩამდგმელი საერთოდ ამ მოძრაობის ის ერთადერთი მისაბაძი ახალგაზრდა. ჩემი აზრით, რომ ვისაც დაუშვათ თუ ადამიანი, თუ ახალგაზრდა ადამიანი თუ შეხედავს პირდაპირ ვიტყვი, მე ჯაბაჯიშკარიანს ის არ წააგებს და აუცილებლად თავისი ქვეყნის სამსახურში ჩადგება და მინდა ესეთი კითხვით მოგმართო. რა ხდება გარეთ? ეს არის ზურაბ აზაგაშვილის დაბადების დღე. ხო. ნუ ზურაბს წარმოადგენენ რა კიდევ ერთხელ გავაკეთებ საზოგადოებას, ეს არის ადამიანი, რომელიც 2006 წელს ნავაცახსენებელმა კრიმინალურმა მერაბიშვილის ხროვა ჩაცხილა ორმაის კორტებთან. ყოველს კარგად გვახსოვს. 100 კაცი იღებდა ამას სპეციალური მონაწილეობა. გაერთიანებული ძალოვანი სტრუქტურა გეტყვი ხა ხილავდა სამ ახალგაზრდა ბიჭს. ნუ ეს არ ვიცი რა ნახეს საფრთხე ამ სამ ახალგაზრდა ბიჭში. ყველა საინტერესო რა არის? ზურაბ აზაგაშვილი არ ცნეს დაზარალებულად, გია, ეს არის საზოგადოებაზე დაცინვა. ჩაცხილეს, მოკლეს, 800-მდე ტყვია აქვს მოხვედრილი და მეტი BMW 500-ის მარკის მანქანას. ცხრილავდა 100 სპეცნაზელი, იძახიან რომ გამოვალი, ანუ ომხრივი იყო, ბიჭებს გესროდნენ და ყველა საინტერესო იცი რა არის? ჩაამტრიეს უკანა პარპრეზი. პარპრეზი ეძახიან, ანუ შუშა და ყველაზე მაგარი იცი რა არის? ანუ შუშიდან არისო ნასროლიო და შიგნიდან ამოწყდაო შუშაო და თავიდან არის გადაღებული თვითონ თავიანთი კადრები, რუსთავი ორის კადრები, ჯიბის ტელევიზიის კადრები, რომ თვითონ საქარე მინა უკანა ანუ და უკანა საქარე მინა არის თავიდან მთელი და მე ჩანს პოლიციელი როგორ ამტყობს ამ მინას შიგნიდან. კი. და საქმეს ყველა საინტერესო რაც არის ნებისმიერ მოქალაქეს ჟვანიაზებს ჰქონდა ჩვენ ბრიფინგი და ვთქვით რომ ჟვანიას საქმე შეგნებულად არ იხურება იმიტომ რომ საზოგადოების წევრს ან იურიდიულად დაინტერესებულ პირს ან ნებისმიერ ადვოკატს ასე შემდეგ შეუძლია გამოითხოვოს ეს საქმე და მისი სწორი დემონსტრება მოახდინოს საზოგადოებაზე. ეს ტიპები დახურეს ზურაბ აზაგაშვილის საქმე, დაზარალებულად არ ცნეს ზურაბ აზაგაშვილი, იცნეს დამნაშავედ, კრიმინალად და თვითონ არ არიან კრიმინალები და საქმეს ადვოკატს არ აძლევენ ზე ლაპარაკი ზედმეტია. სახალხო დამცველს არ აძლევენ, გია, საქმეს. იმიტომ რომ იქ არის ესეთი მიმტკიცებები, რომ იქ ჩანს ნაკანი მაშინდელი სპეცნაზის უფროსი როგორ ხელმძღვანელობდა, ცაძემ როგორ ესროლა ეგრეთ წოდებული კონტროლკა ქვია, ხო? ანუ ხო, კონტროლკა ესროლა ცაძემ, საკონტროლო გასროლა მოახდინა, როგორ ხო, საკონტროლო, ანუ კონტროლკა ისე ვიხმაროთ რა ქართულად რა. როგორც არის, ხო. ხო, როგორც არის და
სამ ადამიანმა ისროლა ახალგაზრდა ბიჭებს კონტროლკა. მე იცი რა არ მესმის უბრალოდ თუ ესენი თქვა და აი თქვათ იყვნენ, ნუ ერთი წუთიცაც არ დაუშვებ, რა თქმა უნდა. თქვათ იყვნენ კრიმინალები, ხო? რატო ცხრილავ, ხო? შენ თუ გაქვს მაგალითად ის ჩანაწერი, რომელიც გამოაქვეყნე, რომელიც მე ჯერა რომ მონტაჟია, როგორც ოპოზიციის წევრებს და ასე შემდეგ გამოაქვეყნე და შეუძლია ჩემზე და შენი ჩანაწერი გამოაქვეყნე, რომ ვითომ მე და შენ წამოვწვით და ყველაფერი შეუძლია, გია. იარაღის ბარიგების ვიქნებით გერეოს აგენტები და არაერთი და ყველაფერი შეუძლია გააკეთო, ნუ თუ გქონდათ ეს ყველაფერი, ხო? შეოჯახ დალოცვილო. რატო მიყავს იმ დრომდე? იგივე ციხის ბუნტი მინდა გავიხსენო. მაშინაც ხო გამოაქვეყნეს. ეს პროვოცირებული ხო იყო ყველაფერი. თუ შენ გააქვს ეს ჩანაწერები ყველაფერი, მიიღე დროული ზომა, დააყავე, დამნაშავე, ჩასვე. მაშინ ხო პრეზიდენტი იყო. ხო უყურებ ეგეთ რაღაცას, ხო? ნუ არჩევნები გააყალბა ეხა რაღაცას ვლაპარაკოთ, ხო, არ არის ეგ რა. მანამდე ხო იყო პრეზიდენტი. თუნდაც მაშინ მართლა აირჩია ხალხი, ხო? შენ უყურებ მიშახარ ხო ამ ყველაფერს. შენ თუ იგივე ტიპის არ ახარ, შენ თუ იგივე მოწოდება არ აქვს, იგივე სისხლი არ აქვს, იგივე გული არ აქვს, იგივე ის ჯიგარი არ აქვს, ქართული, იგივე კაცობა არ აქვს, მეობა არ აქვს, ღმერთის წინაზე მართალი და თუ არა მაგაზე ლაპარაკი უკვე მართლა ზედმეტია. ამ ყველა ესე იგი ეგუები იტან, მისი დამკვეთი ხარ, ფარველი ხარ და ფარველი ხარ ეხა, ნუ არავინ არ დასაჯა, ხო? ტიპები კი არა დასაჯა, კი არა დაატინაურა ეს ყველა. ადრეშული ფიგურირებდა ამ საქმეში, ანუ აი ბოროტების კანტორის ეგრეთ წოდებული პროკურატურის, რომელსაც მიშა პროკურატურას ეძახის, ეს პროკურატურა შეუერთა იუსის სამეცნიერო და ყველაფრის უფროსად დაატინაურა ადრეიშვილი გახადა მერაბიშვილი, შემდეგ არის მეორე კაცი ალბათ დავლოვან უწყებაში ქვეყანაში. შენ წარმოგიდგენია რა ძალასთან გვაქვს ჩვენ საქმე? პარასკევს 4 საათზე ჭადრაკის სასახლეში ვერის პარკში ტარდება ქართული აკადემია და ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები აკეთებენ დიდ მოძრაობას, რომელსაც ქვია მიშა წადი და ეს იქნება როგორც თვითონ განაცხადა მე ამისი მართლამჯერა და მეც შეუერთები და ყველანაირად თვითონ შემოლებამ ჩემ ენერგიას მაგაში დავხავ. რომ ნუ ეს იქნება პერმანენტული ხასიათის მატარებელი ძალზედ რადიკალური. და ის თან წაიღე ორგანიზაცია. გეტყვი ახლა. შაბათს მოვდივართ შენთან. ანუ რა ხდება? ხარდასაჭერი აქცია წინა შაბათს იყო შენი და მე შენ გელაპარაკე კიდეც ჩემი მეგობრების მეშვეობით, რომლებიც ჩემთან შემოსული იყვნენ და გითხრეს, რომ შაბათს გაიმართება ფართომასშტაბიანი აქცია უცნობრის ხარდასაჭერი მაესტროსთან. ჩვენმა მეგობრებმა გააკეთეს ნეტ ჯგუფი, რომელსაც ქვია ინტერნეტში საკანი ნომერი 5, ეს ადნაკლასნიკებია ესეთი საიტი, ოდნოკლასნიკი წერტილი.ru და ყავს დაახლოებით 4 დღეა რაც გაკეთდა და ყავს დაახლოებით 5000-მდე ახალგაზრდა. ეს არის ძალიან მაგარი. გაიხარეთ. და შემდეგ ეს ნეტ ჯგუფი შემოგვიერთდება ჩვენ 7 ნოემბერი ვართ ჩვენ. ეს არის ორგანიზაცია მოძრაობა უფროსურად, რომელშიც ნებისმიერ მოქალაქეს და ორგანიზაციას შეუძლია შემოსვლა. ეს არის მოძრაობა 7 ნოემბერი. მოძრაობა 7 ნოემბერი. დიახ, ჩვენ აუცილებლად მოვითხოვთ ტელეკომპანია მაესტროს მიცემ ლიცენზია, როგორც საინფორმაციოსი, ასევე მისი დაფარვის ზონა გაიზარდოს და ყველა მოქალაქეს ძალიან მაგარი საქმე იყო. როგორც ხალხის დასაზრახმა დაგვიდგება მე ჯერა რომ საზოგადოება აუცილებლად უცნობი საკანში იხილოს ყველამ და ეს არის რეალური თითქმის 24 საათიანი ეთერი თუ რა ხდება ქვეყანაში საჭიროებო საკითხებზე მსჯელობა კამათი და ასე შემდეგ. აი მან თავდება ჯაბა, აი თან წაიღეს აქციაზე. მამუკა როგორც კი გამოვიდა, ჩვენ მქონდა ლაპარაკი, მე მაქვს ლაპარაკი რაღაც ორგანიზაციებთან, ჯგუფებთან, ახალგაზრდებთან, სტუდენტებთან და ასე შემდეგ და ჩვენ დაახლოებით 2 კვირაში მაგის ორგანიზებას გავაკეთებ და ეგ აქცია ყირდები რომ გაკეთდება, გიათან იქნება ფართომასშტაბიანი და იმასაც ყირდები რომ შეიძლება შემდაშენს არა ვიღაცების პრეზიდენტს იმ ფაქტს დაარტყას და შეიძლება ანუ ჩემი გული ჩემი გული ირაკლი ჩარკვიანი გავიხსენე მე გუშინდა დავინახე შენი სახე მომერია წევდა ყვარული თვალი მახეცდა და ხელებს წევდა მოვერიდე გავიქეთ უშუალოდ ხოვე ალლახ მოტახებში დავიქეთი მობეჭიდე ბალახ მოუკიდე გავაბოლე დამავიწყდა დარტი ზედებს დავიწვი და ხალხში გადავარდი თემილური დაწიელი აღარაფერს მარჯავს ისე ხარ გაიგული სამამულს კარგავს ვინც ეხლა არ გაიღვიძებს ის სამშობლოს კარგავს ეს იყო ჩემი ირაკლი ჩარკვიანი ზოგი ცხოვრებას სცენას ადარებს, ყველა გარკვეულ როლებს თამაშობს. მსახიობებო, მე გამატარეთ თქვენმა თამაშმა მე ვერ გამართო. თქვენი სახე მაგონებს მე ზოოპარკს თბილისის, დატყვევებულ ცხოველებს რა უნდათ ვინიცის, ზოლიანი ზებრები, პატიმრები მგონია, აფრიკაში ჩავლეს ცუდი ბედი ჰქონიათ. გრძელდება ჩვენი ძველი სკამზე ჯდომა
და ვიცი დღესაც კვლავ გამიღებ კარს და მივხვდი რომ ვარ კულტურული ტომი რომელიც ისევ გადაირჩენს თავს ინანე მე 100 წლის შემდეგ თუ არ იქნება